უცნაური ქალბატონის სევიჯის ისტორია ქართული თეატრის სცენაზე. დადგმის ხელმძღვანელი რუსუდან ბოლქვაძე უკვე 1 წელია მაყურებელს, როგორც ქალბატონის სევიჯი ისე ხვდება და მეგობრებთან ერთად ისტორიას სცენიდან გვიყვება. ასე იქმნება განსხვავებული თეატრალური გამოცდილებაც. როგორც თავად ამბობს, ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო ქეთი მაყაშვილთან დამეგობრებით. წლების შემდეგ კი როგორც მსახიობი და რეჟისორი შეხვდა ფსიქოლოგს და დაიბადა იდეა ერთად ემუშავათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან. კარგი საქციელია? რატომაც არა? ამას ქვია დაზვერო. როდესაც მე ეს ადამიანები გავიცანი, დავმეგობრდით და დავიწყეთ ერთად მუშაობა. და სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან ხელავდი. იმიტომ რომ ხვდებოდი, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა არის და აქ ერთხელ თუ შედგავ ფეხს, მე უკან ესე ადვილად ვეღარ გამოხვალ. და ფიქრობდი, რამდენად მზად ვარ მე ამისთვის, რომ აი ამ სამყაროში შევაბიჯო. მაგრამ ქეთისთან გატარებულმა ბავშვობამ გამაბედინა ეს. და დავიწყეთ მუშაობა, დავიწყეთ და არაერთი წარმატებული პროექტი გამოგვივიდა ერთად. შენ ცინციმე სიყვარულის ჟანრს თეატრს ქონდა სურვილი რომ რაღაცაერთ აგვეღნიშნა ეს ჩემი რგვალი თარიღი და მე რომ გავქცეოდი ბანალურ ასე ვთქვათ აღნიშვნებს საიუბილეო რაღაცა ღონისძიებებს ამიტომ გამიჩნდა ასეთი იდეა რომ ერთად დაგვედგა სპექტაკლი და გვეთამაშა თუმანიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად და აი ჩვენ მეგობრებთან ერთად. ერთად არაერთი პროექტი შექმნეს, როცა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს რუსუდან ბოლქვაძის იუბილეუმ დააღენიშნა, ბევრი არ უფიქრია, სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა და დაიბადა ნამუშევარი, რომელიც არის საქართველოში პირველი შემთხვევა, როცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პროფესიონალ მსახიობებთან ერთად პროფესიულ სცენაზე, სარეპერტუარო სპექტაკლში თამაშობენ. შედგა გასტროლი და მთავარი იდეის გარშემო გაერთიანებული შემოქმედებითი ჯგუფი 4 ქალაქს ესტუმრა. სპექტაკლი ქობულეთის, ხულოს, ზუგდიდისა და სენაკის მაყურებელმა ნახა. და მივიღეთ ეს ძალიან ორიგინალური, ძალიან საინტერესო, ძალიან კეთილი, თბილი და გულის ამაჩუყებელი სპექტაკლი. იმედია რომ ეს პირველი გასტროლი ფეხბედნიერი იქნება და კიდევ ბევრს ვიმოგზაურებთ, ვივლით და ადამიანებს დაველაპარაკებით სიყვარულზე, ურთიერთ პატივისცემაზე, ურთიერთ გატანაზე, მხარდაჭერაზე და სიკეთეზე. სცენაზე გასვლამდე ყოველთვის დიდი სამზადისია, ხელვა რომ ყველაფერმა ისე ჩაიაროს, როგორც დაგეგმილია. ჯონ პატრიკის კომედია უცნაური ქალბატონის სევიჯი ეს არის სპექტაკლი ქველმოქმედებაზე, სიკეთეზე, ადამიანურ თანადგომაზე. სპექტაკლზე მეტად უფრო არის რაღაც პროექტი, რომელიც ემსახურება ძალიან კარგ და მნიშვნელოვან იდეას და მე ამით ნამდვილად მოვიხიბლე და ჩავები იმ წუთიდან როგორც კი შემომთავაზა ქალბატონმა რუსუდანმა ვფიქრობდი რომ ეს იქნებოდა ჩემთვის მთავარი სირთულე მაგრამ მთავარი აღმოჩენაც სწორედ აი ამ პროცესის განმავლობაში აღმოჩნდა ის რომ პირადად დავრწმუნდი თუ როგორ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და აბსოლუტურად თანაბარი გახდა როგორც პროფესიონალ მსახიობთან ისევე აი ამ თემთან ასე ვთქვათ მუშაობის პროცესი. ჩემთვის ყველაზე პირადად განვიცადი და პირადად მოვახდინე ამ ყველაფრის აღმოჩენა და ეს იყო მთავარი. რაც შეეხება იდეას, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რეგიონებში ვსაუბრობთ ჩვენ ამ თემაზე. ნუცა ანდრონიკაშვილის სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილეა, როგორც თავად გვემხელს მსახიობობა, მისი ბავშვობის ოცნება იყო და ეს ოცნება აუსრულდა. ახლა სცენაზე დგას ფერი მეის როლით, რომელიც ყოველ ჯერზე თავადაც დიდ ემოციას უტოვებს. Შეიძლება გითხრათ, თითქოს ეს ნერვიულობდი თავად და მაგრამ მე უკვე როლი ნასწავლი მქონდა დაზეპირებული ყველაფერი უკვე ერთი სული მადგა და რაღაცნაირად გავატარე და ესე ავითვისე ფერი მეის როლი და ეს სპექტაკლი არის არაჩვეულებრივი, მხიარული, ასე ცოტა სევდიანის და ჩვენ ყველანაირ შევეცადეთ, რომ ეს მაქსიმალურად საინტერესო ყოფილიყო ასე ჩვენთვის და ასევე მაყურებლებისთვის და ყოველი სპექტაკლი ესე მთავრდება ვთქვათ, ტაში მე ესმის მაყურებელთა გახარებულ სახები ვფიქრობ მე ვარ თუ მე ვარ რეალურია წყობილი თუ არა და მე როდესაც მეუბნებიან ესე დიდ მადლობას რომ გვიხდიან პირიქით მინდა ყოველთვის გადავხადო მადლობა რომ ისინი მომბრძანენ და ჩვენთან გაიზიარეთ ეს ზეიმი
შემოქმედებითი ჯგუფისთვის მთავარი ემოცია სპექტაკლის დასასრულს მიღებული შეგრძნებებია, როცა მაყურებელს ბედნიერს ხედავენ. ხალხი ისე სიხარულის ცრემლებით ხდება ხოლმე ამ სპექტაკლს რა და ხელოვნების მიზანი ხო ისეთი უბრალოა მიანიჭო ადამიანს სიხარულის ხნევაში დაბეროს რაღაცაზე დააფიქროს და ალბათ აქედან გასული მაყურებელი დაფიქრდება ბევრ რამეზე რა და აი ეს დიდი უზარმაზარი პოზიტივი მოაქვთ ამ ადამიანებს და ესეთივე ხნედ გაუშვებს მაყურებელს აქედან. რაც მსახიობებისთვის ყველაზე მთავარი არის ხოლმე ამ სპექტაკლის ბოლოს ყოველთვის მაყურებელს ჩვენ ხედავთ დარბაზში აცრემლიანებულს იმით რომ არიან ბედნიერები და სიხარულით გაბედნიერებული ადამიანი დღეს ჩვენს ქვეყანაშიც და საერთოდ ალბათ სამყაროშიც იშვიათობაა და აი ეს აქტი ჩვენსა და მაყურებელს შორის როდესაც ხდება ძალიან დიდი ბედნიერებაა და მადლობა ქალბატონ როსოდანს რა თქმა უნდა ამ გამოცდილებისთვის და ამ სიამოვნებისთვის რომელსაც ყოველი სპექტაკლის თამაშის შემდეგ ვიღებთ. ისტორია, რომელსაც სცენაზე ვუყურებთ, ადამიანურ ღირებულებებს გვახსენებს. უცნაური ქალბატონის სევიჯი დღეს სარეპერტუარო სპექტაკლია. მისი ნახვა კი ახალ თეატრალურ სეზონზეც. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზეა შესაძლებელი.